ეს ცალკეული ჭეშმარიტი შემოქმედის მიერ აღმოჩენილი და შექმნილი ერთადერთი და განუმეორებელი სამყაროა. შემოქმედის თვალით დანახული და გულით ნაგრძნობი, ხელის გულზე გადმოტანილი და ჩვენთვის მოწვდილი, მისი აღმოჩენილი და ჩვენად ქცეული. ასე როგორც ყოველგვარი აღქმა სინამდვილისა, ასევე ხელოვნების ნაწარმოები ჩვენ გვანიჭებს ესთეტიკურ ტკბობას. მშვენიერი ხელოვნებაში ეს არა მხოლოდ ხელოვნების ფორმის სილამაზეა, მისი შინაარსის სილამაზეც არის. პლუტარქე, როდესაც ერთმანეთს ადარებდა ციცერონისა და დემოსთენეს ორატორულ ხელოვნებას, წერს, ციტატა: როცა ლაპარაკობდა ციცერონი, მსმენელები ფიქრობდნენ, რა ნიჭიერია, რა მჭევრმეტყველი, რა მშვენივრად ლაპარაკობს, ხოლო როდესაც დემოსთენე ლაპარაკობდა, მსმენელებს ერთი აზრი, ერთი გრძნობა ეუფლებოდა, შორს ტირანია. და რა თქმა უნდა, დემოსთენეს სიტყვის სილამაზე გაცილებით მაღლა იდგა ციცერონის სიტყვის სილამაზეზე, რადგანაც დემოსთენესთან ეს იყო იდეური შინაარსის სილამაზე. ციტატის დასასრული. ესთეტიკური ტკბობა ჩვენ შეიძლება მოგვანიჭოს მხოლოდ იმ ნაწარმოებმა, რომელიც შექმნილია ხელოვნების ობიექტურ კანონთა გათვალისწინებით. მხოლოდ ერთიანობა ობიექტურისა და სუბიექტურის სამხატვრულ სახეში გვანიჭებს ესთეტიკურ ტკბობას. მეორე მხრივ, თვით ზუსტი გადმოცემა. სიტყვა სიტყვით ასლ გადაღებაც კი ნატურისა. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის გაჟღენთილი მხატვრის აზრითა და გრძნობით, ვერ მიგვიყვანს ხელოვნებაში მშვენიერების შექმნამდე. ხელოვნების მშვენიერება არ დაიყვანება ბუნების მშვენიერების განმეორებაზე. არამედ განისაზღვრება უწინარესყოვლისა იმით, თუ როგორ ასახა მხატვარმა სინამდვილე. წარსულის გენიალურ ქმნილებებში ესთეტიკური ყოველთვის იყო დაკავშირებული ეთიკურთან, ზნეობრივთან, ხელოვნებისათვის, რომელიც ავითარებს კლასიკურ ტრადიციებს, დამახასიათებელია ეთიკურისა და ესთეტიკურის ერთიანობა. როდესაც განვსაზღვრავთ ამა თუ იმ მოვლენას, როგორც მშვენიერს, ჩვენ ვუკავშირებთ ამ ესთეტიკურ შეფასებას ეთიკურ, მორალურ შეფასებებს. საგანი ადამიანს მაშინ ეჩვენება მშვენივრად, როდესაც იგი ემთხვევა იდეალს, რომელზეც უკვე ჩვენ გვქონდა საუბარი. მშვენიერება ისტორიულად შეფარდებითი ცნებაა, რადგანაც ყველა ეპოქას სილამაზის თავისი იდეალი გააჩნდა. არც ერთი ეპოქა არ ფლობდა აბსოლუტურ ესთეტიკურ ჭეშმარიტებას, რადგანაც აბსოლუტური სილამაზე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამიტომაც მშვენიერი ყოველთვის ისტორიულად ცვალებადი და შეფარდებითი. შეფარდებითია მშვენიერება აგრეთვე ეროვნული და რასობრივი თვალსაზრისითაც.